5,000 ლარიანი ჯარადმი დაგვაჯარიმეს ჩვენი თანამებრძოლთან ერთად. მეც 5,000 ლარი დამაჯარიმეს. არის გზაზე ვიდექი ამ ხელა სახდელი მით უმეტეს 3,200 ლარი თუ იქნებოდა ამისთვის საჭირო, საერთოდ არ ამგონია. მათედებიძის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტები დღეს ერთმანეთის პარალელურად გაასამართლეს. 13 დემონსტრანტიდან 6-ის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ცნობილია. ყველა მათგანი სამართალ დამკვევაცნეს. დემონსტრანტებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ან სამართალდამცველებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ის მრავლდებელი, რომელიც აი ამას ასე ვთქვათ, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, ანუ არც ვიდეო ჩანაწერი არსებობს, არც სხვა პოლიციელის ჩვენება არსებობს და ჩვენი მხრიდან არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ მე პირიქით ვიყავი რეგულირებაში იმ თვალსაზრისით, ჩვენი მსვლელობის ასე ვთქვათ, მონაწილეები როგორმე უსაფრთხოდ გადმოსულიყო და დაეგრძელებინა მსვლელობა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად იგნორირებულია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად ჩემი დაკავება მოხდა შერჩევითად, ან პოლიციის მაღალჩინოსნებს ეს ჩვევიათ ხოლმე, რომ იმ ადამიანებიც გამორჩევად ჩანს ხოლმე რუპორით დადის და ასე შემდეგ, იმ ადამიანებს ამოირჩევენ და რაღაც უკანონოდ ესე დააკავებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ესე იყო, მე გოგა მემანიშვილს ვესაუბრე აქციის დასაწყისში და გაფრთხილება მივიღე მისგან და მეც დაუდასტურე ეს და უთხარი, რომ მხოლოდ მაშინ გადაიკეტებოდა გზა, როცა საკმარისი რაოდენობა იქნებოდა აქციის მონაწილეების. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებმაც ვერცერთ პროცესზე ვერ წარადგინეს ღირებული მტკიცებულება, დაკავებული დემონსტრანტებისთვის სამართალდარღვევის დასამტკიცებლად პროცესებზე პატიმრობის მაქსიმალურ ბადას, ანუ აქტივისტების იზოლატორებში 60 დღემდე გამოკეტვას ითხოვდა. ძირითადი მტკიცებულება, რომელიც ხდომათა დარბაზებში წარადგინეს, მედია საშუალებების პირდაპირ ეთერების ჩანაწერები იყო, რომლებიც სამართალდამცველების აგრესიულ ქმედებებს ასახავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე კარგად ნაცნობ პრაქტიკას კვლავ მიმართა და ამჯერადაც დაკავებების გამართლება ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენებებით სცადა. ერთია რა ჩანდა და რა სამტკიცებს ბრალდების მხარე, მაგრამ მეორეა რაც ხდებოდა იქ სტანდარტული მუხლი არის, რასაც უყენებენ ხოლმე როგორც წესი ყველას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა ვინც იქ ვიდექით, ზუსტად ხედავდით და გვესმოდა სინამდვილეში რა ტიპის ბრძანება იყო გაცემული, რაციიდანაც ისმოდა და უშუალოდ ადგილზე პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან გაჟღერდა რიგითების მიმართ მითითება, რომ ყველა აქტიური პროტესტის მონაწილე, ყველა აქტიური სახე უნდა დაეკავებინათ. განსხვავებული ბრალდება ჰქონდა გელაგელადის უწყებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ხალიბეგ მაგამედოვის წინააღმდეგ. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ამის დასტურად კი უწყებამ მტკიცებულება წარადგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც აქტივისტის ბრალეულობა არ ჩანს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალიბეგ მაგამედოვს მოსამართლემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ხალიბეგ მაგამედოვს ედავებოდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, თუმცა არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ პოლიციელის მოთხოვნა იყო კანონიერი, არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ეუს მიღმა სტანდარტით მინიმუმ დაადასტურებდა იმას, რომ ხალიბეგი იდგა გზის სავალ ნაწილზე. მორიგი დემონსტრანტი, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა, მარიამ სვანიშვილია. ის მოსამართლე თორნიკე ქოჩქერმა ციხეში 4 დღით გაუშვა. აქტივის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ამიზეზით კი მისი მაქსიმალური ბადით გასამართლებას მოითხოვდნენ. როგორც ვარაუდობდი, შესაძლოა ვერც შეძლო ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა, თუმცა ამისა მიუხედავად მოსამართლე მიიღო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება, მას განუსაზღვრა 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს იმ პირობებში, როდესაც ერთი მტკიცებულებაც კი არ იყო მის წინააღმდეგ წარმოდგენილი. ახლად დანიშნულმა მოსამართლე დავით მაკარიძემ პატიმრობაში კიდევ 2 მოქალაქე, უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეები ელენე ბერიკაშვილი და გია ჯვარშეიშვილი გაუშვა. მათი საქმე გააერთიანა და აქტივისტ ხალხს 4, ხოლო გია ჯვარშეიშვილს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს მუხლი ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა ახალი დრაკონული კანონმდებლობის შესაბამისად პირის 3ჯერ დაკავების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიზრება და ბრალდებული 1 წლამდე ბადით დაისჯება. ეს საპროტესტო აქციების მედროშე გია ჯვარშეიშვილისთვის რიგით მეორე დაკავებაა. პროცესის დასაწყისში გია ჯვარშეიშვილი შეუძლოდ გრძნობდა თავს, მას ჰქონდა ძალიან მაღალი წნევა, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ გადადებული იყო პროცესი, იმიტომ რომ იმყოფებოდა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ასევე გია ჯვარშეიშვილმა თქვა,
რომ ის ისევე როგორც წინა პატიმრობის დროს ის აპირებს შიმშილობას სასამართლოზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუხედავად იმის რომ დაახლოებით 4 ვიდეო კადრი წარმოადგინა, არც ერთ ვიდეოში გია ჯვარშეიშვილის მხრიდან რაიმე ტიპის სამართალგადაცდომა საერთოდ არ ფიქსირდება. ბოლო დღეების განმავლობაში მას შემდეგ რაც უწყლოდმა პროტესტმა ახალი ფორმები შეიძინა და მოქალაქეებმა თბილისის ვიწრო ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები დაიწყეს, გელაგელაძის უწყება კვლავ გააქტიურდა და დაკავებების სერია გაანახლა. აქტივისტების თქმით, მიუხედავად დევნისა და პატიმრობებისა, პროტესტი არ შეწყდება და მარშები ყოველდღიურად გაგრძელდება.